ვართ გიორგი ტუმასიანს ხედავ, მასაც გავესაუბრები. მოგესალმებით გიორგი. გვითხარით, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ისმოდეს ხალხის ხმა და ეს პროტესტი იყოს აქაც უწყვეტი და მათ შორის გაიხსნას დღის ეთერებიც ამ ადამიანებისთვის, დისკუსიებისთვის და დებატებისთვის. რუსული ჰიბრიდული ომის ამ სისტემაში, რომელიც რუს ოლიგარქი ივანიშვილს აქვს მოწყობილი, პოსტივი, იმედი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი, ერთადერთია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის გათავისუფლება არის რეალური და არის ხალხის ვალდებულება. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვფიქრობთ, რომ პარლამენტის პარალელურად ასევე უნდა იყოს ბრძოლა აქ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმისთვის, რომ გაიხსნას მთელი დღის ეთერი, რადგან ამ საღამოს 40 წუთიან ეთერს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება აქვს რეგიონებიდან. იცით, რომ რეგიონებში საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოდ შედარებით უყურებენ და ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ მთელი დღის ეთერი იყოს ღია და ძალიან ბევრი ადამიანი შევიდეს ამ ეთერში და ღია დისკუსია იყოს, ხოლო ამისთვის ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროპაგანდისტებმა, ამ შემთხვევაში ვაზელ მაღლაფერიძეს გულისხმობ, რომელიც პარტიულ დაკვეთებს ასრულებს, დატოვონ ტელევიზია და დამოუკიდებელი ადმინისტრაცია იყოს ტელევიზიაში. ამის შედეგად ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ბზარი შევიტანოთ აი ამ ჰიბრიდული პროპაგანდის სისტემაში, რომელიც მოწყობილია ივანიშვილის მიერ.